შრომის საზოგადოებრივი დანაწილება და მისი შედეგები. კერძო საკუთრება, სახელმწიფო, სოციალური მოქმედების გაუცხოება. შრომის დანაწილებასთან ერთად, რომელიც ყველა აღნიშნულ წინააღმდეგობას შეიცავს და თავის მხრივ დამყარებულია შრომის ბუნებრივად აღმოცენებულ დანაწილებაზე ოჯახში და საზოგადოების გათიშვაზე ცალკეულ ერთიმეორისადმი დაპირისპირებულ ოჯახებად, შრომის ამ დანაწილებასთან ერთად მოცემულია იმავე დროს განაწილებაც, რომელიც ამასთან, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივადაც, შრომისა და მისი პროდუქტების უთანაბრო განაწილებაა. მაშასადამე მოცემულია საკუთრებაც, რომლის ჩანასახი და თავდაპირველი ფორმა მოიპოვება უკვე ოჯახში, სადაც ცოლი და ბავშვები მამაკაცის მონები არიან. მონობა ოჯახში მართალია ჯერ კიდევ პრიმიტიული და ფარული პირველი საკუთრებაა, რომელიც სხვათა შორის უკვე ამ ფორმითაც სავსებით შეესაბამება თანამედროვე ეკონომისტების იმ განსაზღვრას, რომლის თანახმადაც საკუთრება სხვისი სამუშაო ძალის გამგებლობაა. ამასთან შრომის დანაწილება და კერძო საკუთრება ეს იდენტური გამოთქმებია. ერთ შემთხვევაში მოქმედების მიმართ ამბობენ იმავეს, რასაც მეორე შემთხვევაში მოქმედების პროდუქტის მიმართ იტყვიან. შემდეგ შრომის დანაწილებასთან ერთად მოცემულია წინააღმდეგობაც ცალკეული ინდივიდის საერთო ინტერესს შორის, რომლებიც ერთი მეორესთან ურთიერთობაში იმყოფებიან. ამასთან ეს საერთო ინტერესი არსებობს არა მარტო წარმოდგენაში, როგორც საყოველთაო, არამედ უწინარეს ყოვლისა იგი არსებობს რეალურ სინამდვილეში, როგორც ურთიერთდამოკიდებულება ინდივიდებისა, რომელთა შორისაც დანაწილებულია შრომა. სწორედ კერძო ინტერესსა და საერთო ინტერესს შორის არსებული წინააღმდეგობის მეოხებით იღებს საერთო ინტერესი სახელმწიფოს სახით დამოუკიდებელ ფორმას, მოწყვეტილს ნამდვილი, როგორც ცალკეული, ისე ერთობლივი ინტერესებისაგან და ამასთანავე ერთად ილუზორული ერთობის ფორმას. მაგრამ ეს ხდება ყოველთვის ხორცისა და სისხლის, ენის, შრომის უფრო ფართო მასშტაბით დანაწილებისა და სხვა ინტერესების მიხედვით ყოველ ოჯახურ ან ტომობრივ კონგლომერატში არსებული ურთიერთობის რეალურ საფუძველზე, განსაკუთრებით, როგორც ამას შემდგომ ცხად ვყოფთ, უკვე შრომის დანაწილებით გაპირობებულ იმ კლასთა ინტერესების საფუძველზე, რომლებიც ადამიანთა ყოველ ასეთ ერთობლიობაში ერთი მეორისაგან განცალკევდებიან და რომლებიდანაც ერთნი ბატონობენ ყველა დანარჩენზე. აქედან გამომდინარეობს, რომ ყოველი ბრძოლა სახელმწიფოს შიგნით, ბრძოლა დემოკრატიასა, არისტოკრატიასა და მონარქიას შორის, ბრძოლა საარჩევნო უფლებისათვის და ასე შემდეგ, სხვა არაფერია თუ არა ილუზორული ფორმები, რომლებითაც სხვადასხვა კლასები ერთმანეთთან ბრძოლას ეწევიან, რის შესახებაც არავითარი წარმოდგენა არ აქვთ გერმანელ თეორეტიკოსებს. მიუხედავად იმისა, რომ Deutsch, Französische, Jahrbuchensა და წმინდა ოჯახში მათ საკმაოდ გარკვევით მიეთითათ ამაზე. აქედან გამომდინარეობს შემდეგ, რომ ყოველმა კლასმა, რომელიც ბატონობას ესწრაფვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ბატონობა განაპირობებს, როგორც ეს პროლეტარიატთან ხდება მთელი ძველი საზოგადოებრივი ფორმისა და საერთოდ ბატონობის მოსპობას, უპირველეს ყოვლისა უნდა დაიპყროს პოლიტიკური ძალაუფლება, იმისათვის, რომ ამ კლასმა თავის მხრივ შეძლოს თავისი ინტერესის საყოველთაო ინტერესად წარმოგიდგინოს, რაც მან პირველ მომენტში იძულებით უნდა გააკეთოს. სწორედ იმიტომ, რომ ინდივიდები მისდევენ მხოლოდ თავიანთ განსაკუთრებულ ინტერესს, რომელიც არ ემთხვევა მათთვის მათ საერთო ინტერესს და რომ საყოველთაო საერთოდ ილუზორული ფორმაა ერთობისა, ეს საყოველთაო გვევლინება როგორც უცხო მათთვის და მოუკიდებელი მათგან, ესე იგი, კვლავ განსაკუთრებული და თავისებური საყოველთაო ინტერესი. ანდა თვით ეს ინდივიდები იძულებულნი არიან ამ განცალკევებულობის პირობებში იმოძრაონ, როგორც ეს დემოკრატიაში ხდება. მეორე მხრივ კი პრაქტიკული ბრძოლა ამ განსაკუთრებული ინტერესებისა, რომელიც ყოველთვის ნამდვილად გამოდიოდნენ საერთო და ილუზორულად საერთო ინტერესების წინააღმდეგ, აუცილებელს ხდის პრაქტიკულად ჩარევას და განსაკუთრებული ინტერესების ალაგმვას სახელმწიფოს სახით მოცემული ილუზორული საყოველთაო ინტერესის მეშვეობით. და ბოლოს, შრომის დანაწილება გვაძლევს მაშინვე იმის პირველ მაგალითს, რომ სანამ ადამიანები იმყოფებიან სტიქიურად ჩამოყალიბებულ საზოგადოებაში, სანამ მაშასადამე არსებობს გათიშვა კერძო და საერთო ინტერესს შორის, სანამ მაშასადამე მოქმედების დანაწილება ხდება არანებაყოფლობით, არამედ სტიქიურად, ადამიანის საკუთარი ქმედება იქცევა მისთვის უცხო, მისდამი დაპირისპირებულ ძალად, რომელიც ჩაგრავს მას, ნაცვლად იმისა, რომ იგი ამ ძალაზე ბატონობდეს. საქმე ისაა, რომ როგორც კი შრომის დანაწილება იწყება, თითოეულს უჩნდება მოქმედების რომელიმე გარკვეული, განსაკუთრებული არე, რომელსაც მას თავს ახვევენ და რომლიდანაც გამოსვლა მას არ შეუძლია. იგი მონადირია, მეთევზიან მწყემსი, ანდა კრიტიკული კრიტიკოსი და ასეთად უნდა დარჩეს, თუ არ სურს დაკარგოს არსებობის საშუალებანი. მაშინ, როდესაც კომუნისტურ საზოგადოებაში, სადაც არავინ არ არის შეზღუდული მოქმედების რაიმე განსაკუთრებული არეთი, არამედ თითოეულს შეუძლია ყოველ დარგში დახელოვნდეს, საზოგადოება არეგულირებს მთელ წარმოებას და სწორედ ამიტომ შესაძლებლობას მიქმნის დღეს გავაკეთო ერთი, ხვალ კი მეორე, დილით ვინადირო, ნაშუა დღეს ვითევზაო, საღამოთი პირუტყვს მოუარო,
ვახშმის შემდეგ კრიტიკას მივყო ხელი, როგორც ჩემს სულსა და გულს ნებავს და ეს გავაკეთო ისე, რომ არ გავხდე მონადირე, მეთევზე, წყემსი ან კრიტიკოსი. ეს განმტკიცება სოციალური მოქმედებისა, ეს კონსოლიდაცია ჩვენი საკუთარი პროდუქტისა რაღაც ნივთიერ ძალად, რომელიც გაბატონებულია ჩვენზე, გასულია ჩვენი კონტროლის სფეროდან, მკვეთრად ეწინააღმდეგება ჩვენს იმედებს და არარად აქცევს ჩვენს ვარაუდებს. ერთ-ერთი მთავარი მომენტია მთელ ადრინდელ ისტორიულ განვითარებაში. სოციალური ძალა, ესე იგი გამრავლებული მწარმოებლური ძალა, რომელიც სხვადასხვა ინდივიდთა იმ ერთობლივი მოქმედების მეოხებით წარმოიქმნა, რაც შრომის დანაწილებით არის განპირობებული, ეს არის სოციალური ძალა, იმის გამო, რომ თვით ერთობლივი მოქმედება წარმოიქმნება არა ნებაყოფლობით, არამედ სტიქიურად. წარმოუდგება მოცემულ ინდივიდებს რა როგორც მათი საკუთარი გაერთიანებული ძალა, არამედ როგორც რაღაც უცხო მათ გარეშე მდგომი ძალა, რომლის წარმოშობისა და განვითარების ტენდენციათა შესახებ მათ არაფერი არ იციან. მათ მაშასადამე უკვე აღარ შეუძლიათ ამ ძალაზე ბატონობა. პირიქით, ეს ძალა გაივლის ახლა განვითარების მთელ რიგ საკუთარ ფაზებსა და საფეხურებს, რომელნიც არა მარტო დამოუკიდებელნი არიან ადამიანთა ნებისყოფისა და ყოფაქცევისაგან, არამედ პირიქით წარმართავენ ამ ნებისყოფას და ყოფაქცევას. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ შეეძლო, მაგალითად, საკუთრებას ჰქონოდა საერთოდ რაიმე ისტორია, მიეღო სხვადასხვა ფორმები. როგორ შეეძლო, მაგალითად, მიწის საკუთრებას სხვადასხვა არსებულ წინამძღვართა მიხედვით განვითარებულიყო საფრანგეთში პარცელარული ფორმიდან მის ცენტრალიზაციამდე მცირეოდენთა ხელში, ინგლისში კი მცირეოდენთა ხელში ცენტრალიზაციიდან პარცელარულ ფორმამდე, როგორც ეს ნამდვილად ხდება ამჟამად. ანდა როგორ გამოდის, რომ ვაჭრობა, რაც სხვა არაფერია თუ არა სხვადასხვა ინდივიდთა და ქვეყანათა პროდუქტების გაცვლა, მთელ მსოფლიოზე ბატონობს მოთხოვნისა და მიწოდების შეფარდების წყალობით, შეფარდებისა, რომელიც ერთი ინგლისელი ეკონომისტის სიტყვებით ანტიკური ბედისწერის მსგავსად თავს დასტრიალებს დედამიწას და უხილავი ხელით ანაწილებს ადამიანებს შორის ბედნიერებას და უბედურებას, ქმნის სამეფოებს და ანგრევს მათ. წარმოშობს ხალხებს და აიძულებს მათ გაქრნენ. მაშინ, როდესაც ბაზისის, კერძო საკუთრების მოსპობასთან ერთად, წარმოების კომუნისტურ რეგულირებასთან ერთად, რაც სპობს იმ გაუცხოებულობას, რომლითაც ადამიანები თავიანთ საკუთარ პროდუქტს ეპყრობიან, ქრება აგრეთვე მოთხოვნისა და მიწოდების შეფარდების ბატონობას და ადამიანები კვლავ უმორჩილებენ თავიანთ ბატონობას, გაცვლას, წარმოებას, თავიანთი ურთიერთდამოკიდებულებების წესს. წარმოებლური ძალების განვითარება როგორც კომუნიზმის მატერიალური წინამძღვარი. ეს გაუცხოება ფილოსოფოსებისათვის გასაგებიანით რომ ვთქვათ შეიძლება მოისპოს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ორი პრაქტიკული წინამძღვრის არსებობის შემთხვევაში. რათა აუტანელი ძალა გახდეს, ესე იგი ისეთი ძალა, რომლის წინააღმდეგ რევოლუციას ახდენენ, აუცილებლად საჭიროა, რომ ამ გაუცხოებამ კაცობრიობის ძირითადი მასა გადააქციოს მთლიანად საკუთრებას მოკლებულ ადამიანებად, რომელნიც უპირისპირდებიან იმავე დროს სიმდიდრისა და განათლების არსებულ სამყაროს. ორივე ეს პირობა კი გულისხმობს მწარმოებლური ძალის უდიდეს ზრდას, მისი განვითარების მაღალ ხარისხს. მეორე მხრივ, წარმოებლური ძალების ეს განვითარება, რომელთანაც ერთად უკვე მოცემულია ადამიანთა მსოფლიო, ისტორიული და არა ვიწრო ადგილობრივი ყოფიერების ემპირიული განხორციელება, აბსოლუტურად აუცილებელი პრაქტიკული წინამძღვარია კიდევ იმიტომაც, რომ უამისოდ ადგილი აქვს მხოლოდ სიღარიბის საყოველთაო გავრცელებას. უკიდურესი გაჭირვების პირობებში კი ხელახლა უნდა დაწყებულიყო ბრძოლაც აუცილებლად საჭირო საგნებისათვის და მაშასადამე უნდა მკვდრეთით აღდგენილიყო მთელი ძველი სისაძაღლე. შემდეგ მწარმოებლური ძალების ეს განვითარება აუცილებელი წინამძღვარია იმიტომ, რომ მხოლოდ მწარმოებლური ძალების უნივერსალურ განვითარებასთან ერთად მყარდება ადამიანთა უნივერსალური ურთიერთობა, რის მეოხებითაც ერთის მხრივ საკუთრებას მოკლებული მასის არსებობის ფაქტი მჟღავნდება ერთდროულად ყველა ხალხში, თითოეული ამ ხალხთაგან დამოკიდებული ხდება სხვა ხალხებთან მომხდარ გადატრიალებებზე და ბოლოს ადგილობრივად შეზღუდული ინდივიდების შემსვლელებად გამოდიან მსოფლიო ისტორიული ინდივიდები, ემპირიულად უნივერსალურნი. უამისოდ, კომუნიზმს შეეძლო ეარსებნა მხოლოდ რაღაც ადგილობრივის სახით. თვით ძალები ურთიერთობისა ვერ განვითარდებოდნენ უნივერსალური და ამიტომ აუტანელი ძალების სახით ისინი დარჩებოდნენ შინაურულ და სრულწმენით გარემოცულ გარემოებათა საფეხურზე და ურთიერთობის ყოველი გაფართოება გააუქმებდა ადგილობრივ კომუნიზმს. კომუნიზმი ემპირიულად შესაძლებელია მხოლოდ როგორც გაბატონებული ხალხების მოქმედება, შესრულებული ერთბაშად, იმავდროულად, რაც გულისხმობს მწარმოებლური ძალის უნივერსალურ განვითარებას და მასთან დაკავშირებულ მსოფლიო ურთიერთობას.
სხვათა შორის, არსებობა უამრავი ადამიანისა, რომელიც მხოლოდ თავისი შრომით ცხოვრობენ, აუარება სამუშაო ძალისა, რომელიც მოწყვეტილია კაპიტალისაგან, ან და მოკლებულია თავის მოთხოვნილებათა თუნდაც შეზღუდული დაკმაყოფილების შესაძლებლობას და რომლისთვისაც დამახასიათებელია ამიტომ უკვე არა მარტო დროებითი დაკარგვა თვითამსამუშაოსი, როგორც ცხოვრების უზრუნველყოფილი წყაროსი, არამედ საერთოდ სრულიად არამყარი მდგომარეობაც, უკვე გულისხმობს კონკურენციის გამო მსოფლიო ბაზრის არსებობას. პროლეტარიატ შეუძლია იარსებოს, მაშასადამე მხოლოდ მსოფლიო ისტორიული აზრით, მსგავსად იმისა, როგორც კომუნიზმი, მისი მოქმედება საერთოდ შესაძლებელია მხოლოდ როგორც მსოფლიო ისტორიული არსებობა. ინდივიდთა მსოფლიო ისტორიული არსებობა კი ნიშნავს მათ ისეთ არსებობას, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული მსოფლიო ისტორიასთან. კომუნიზმი ჩვენთვის არ არის მდგომარეობა, რომელიც უნდა დამყარდეს, არ არის იდეალი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილე. კომუნიზმს უწოდებთ ჩვენ ნამდვილ მოძრაობას, რომელიც სპობს ახლანდელ მდგომარეობას. ამ მოძრაობის პირობები გამომდინარეობენ ამჟამად არსებული წინამძღვარიდან. ურთიერთობის ფორმა, რომელიც დღემდე არსებულ ყველა ისტორიულ საფეხურზე გაპირობებულია მწარმოებლური ძალებით და თავის მხრივ მათ განაპირობებს, არის სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც როგორც ეს ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარეობს, თავის წინამძღვრად და საფუძვლად აქვს მარტივი ოჯახი და რთული ოჯახი, ეგრეთ წოდებული ტომობრივი წყობილება. სამოქალაქო საზოგადოების უფრო დეტალურ განმარტებას შეიცავს ის, რაც ზემოთ ითქვა. უკვე აქ ჩანს, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოება მთელი ისტორიის ჭეშმარიტი კერა და ჭეშმარიტი არენაა. ჩანს უაზრობა ისტორიის წინანდელი გაგებისა, რომელიც ნამდვილ ურთიერთობებს უგულებელყოფდა და მყვირალა და გაბერულ ქმედობათა განხილვით კმაყოფილდებოდა. აქამდე ჩვენ განვიხილავდით უმთავრესად ადამიანთა საქმიანობის ერთ მხარეს, ბუნების დამუშავებას ადამიანების მიერ. მეორე მხარე, ადამიანთა დამუშავება ადამიანთა მიერ. სახელმწიფოს წარმოშობა და სახელმწიფოს დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოებასთან. ისტორიის მატერიალისტური გაგების დასკვნები, ისტორიული პროცესის მემკვიდრეობითობა, ისტორიის გადაქცევა მსოფლიო ისტორიად, კომუნისტური რევოლუციის აუცილებლობა. ისტორია სხვა არაფერია თუ არა თანმიმდევრული ცვლა ცალკეული თაობებისა, რომელთაგანაც თითოეული იყენებს ყველა წინამავალი თაობის მიერ გადმოცემულ მასალას, კაპიტალსა და მწარმოებლურ ძალებს. ამის გამო მოცემული თაობა ერთი მხრივ აგრძელებს გადმოცემულ მოქმედებას სრულიად შესრულულ პირობებში, მეორე მხრივ კი მთლიანად შესრულილი მოქმედების საშუალებით სახეს უსვლის ძველ პირობებს. მაგრამ დამახინჯებულ სპეკულაციურ წარმოდგენაში საქმის ვითარება ისეთ სახესღებულობს, თითქოს მომდევნო ისტორია წინა ისტორიისათვის მიზანს წარმოადგენს. თითქოს მაგალითად ამერიკის აღმოჩენას თავის ძირითად მიზნად ჰქონდა საფრანგეთის რევოლუციას დაწყების საქმეში დახმარებოდა. ამის მეშვეობით ისტორია თავის განსაკუთრებულ მიზნებს იძენს და გადაიქცევა ვინმე პირად სხვა პირთა გვერდით, როგორც მაგალითად თვითცნობიერება, კრიტიკა, ერთადერთი და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი ის, რასაც აღნიშნავენ სიტყვებით დანიშნულება, მიზანი, ჩანასახი, იდეა ადრინდელი ისტორიისა, სხვა არაფერია თუ არა აბსტრაჰირება მერმინდელი ისტორიიდან, აბსტრაჰირება იმ აქტიური გავლენიდან, რასაც წინა ისტორია მომდევნო ისტორიაზე ახდენს. რაც უფრო ფართოვდება ამ განვითარების მცდელობაში ცალკეული ერთი მეორეზე ზეგავლენის მომხდენი წრეები, რაც უფრო შორს მიდის ცალკეულ ეროვნებათა თავდაპირველი კარჩაკეტილობის მოსპობა გაუმჯობესებული წარმოების წესის, ურთიერთობის განვითარების მეოხებით და ამის გამო სხვადასხვა ერებს შორის სტიქიურად აღმოცენებული შრომის დანაწილების შემწეობით, მით უფრო მეტად ისტორია მსოფლიო ისტორიად იქცევა. ასე მაგალითად, თუ ინგლისში იგონებენ მანქანას, რომელიც ლუკმაპურს აცლის ხელიდან მუშების უამრავ რაოდენობას ინდოეთსა და ჩინეთში და ამ სახელმწიფოთა არსებობის მთელ ფორმაში გადატრიალებას ახდენს, მაშინ ეს გამოგონება მსოფლიო ისტორიული ფაქტი ხდება. ზუსტად ასევე, შაქარმა და ყავამ მე-19 საუკუნეში თავიანთი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა იმით გამოამჟღავნეს, რომ ამ პროდუქტების ნაკლებობამ, რაც გამოწვეული იყო ნაპოლეონის კონტინენტური სისტემით, ბიძგი მისცა გერმანელებს ნაპოლეონის წინააღმდეგ ასაჯანყებლად და ამრიგად 1813 წლის სახელოვანი განმათავისუფლებელი ომების რეალური საფუძველი გახდა. აქედან გამომდინარეობს, რომ ეს გადაქცევა ისტორიისა მსოფლიო ისტორიად არ არის რაღაც აბსტრაქტული ქმედობა თვითცნობიერებისა, მსოფლიო სულისა ან და კიდევ რომელიმე მეტაფიზიკური აჩრდილისა. არამედ იგი სავსებით მატერიალური საქმეა, რომელიც შეიძლება ემპირიულად დადგინდეს, ისეთი საქმე, რომლის დამამტკიცებელია ყოველი ინდივიდი, როგორიც იგი არის ცხოვრებაში, როგორც იგი ჭამს, სვამს და იმოსება.
ადრინდელ ისტორიაში ემპირიული ფაქტია, უეჭველად აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ცალკეული ინდივიდები მათი მოქმედების მსოფლიო ისტორიულ მოქმედებამდე გაფართოების და მიხედვით სულ უფრო და უფრო მოექცეოდნენ ხოლმე მათთვის უცხო ძალის ბატონობის ქვეშ. ამ ჩაგვრაში ისინი ხედავდნენ ეგრეთ წოდებული მსოფლიო სულის და ასე შემდეგ ოინებს. ისეთი ძალია ბატონობის ქვეშ, რომელიც სულ უფრო მასობრივი ხდება და საბოლოო ანგარიშით მსოფლიო ბაზრის სახით ვლინდება. მაგრამ ასევე ემპირიულად დასაბუთებულია ისიც, რომ გერმანელი თეორეტიკოსებისათვის ეს ესოდენ იდუმალი ძალა მოისპობა კომუნისტური რევოლუციის მიერ არსებული საზოგადოებრივი წყობილების დამხობით, რაზეც ქვემოთ იქნება ლაპარაკი და კერძო საკუთრების მოსპობით, რაც ამ რევოლუციის იდენტურია. ამასთან ყოველი ცალკეული ინდივიდის განთავისუფლება მოხდება იმავე ზომით, როგორიცაც ისტორია მთლიანად გადაიქცევა მსოფლიო ისტორიად. ის, რომ ინდივიდის ნამდვილი სულიერი სიმდიდრე მთლიანად დამოკიდებულია მის ნამდვილ ურთიერთობათა სიმდიდრეზე, ნათელია ზემოთ ნათქვამიდან. მხოლოდ ამის გამო ცალკეული ინდივიდები თავისუფლებიან სხვადასხვა ეროვნული და ადგილობრივი ჩარჩოებისაგან. ამყარებენ პრაქტიკულ კავშირს მთელი მსოფლიოს წარმოებასთან, აგრეთვე სულიერ წარმოებასთანაც და შესაძლებლობა ეძლევათ შეიძინონ იმის უნარი, რომ ისარგებლონ მთელი დედამიწის ამ ყოველმხრივი წარმოებით, ყოველივე იმით, რაც ადამიანებს შეუქმნიათ. ყოველმხრივი დამოკიდებულება, ინდივიდთა მსოფლიო ისტორიული ერთობლივი მოქმედების ეს სტიქიურად ჩამოყალიბებული ფორმა კომუნისტური რევოლუციის მეოხებით გადაიქცევა კონტროლად და შეგნებულ ბატონობად იმ ძალებზე, რომელიც ადამიანთა ერთი მეორეზე ზემოქმედებით წარმოშობილნი დღემდე ადამიანებს სრულიად უცხო ძალებად ეჩვენებოდნენ და როგორც ასეთნი მათზე ბატონობდნენ. ეს შეხედულება შეიძლება კვლავ გავიგოთ სპეკულაციურ იდეალისტურად, ესე იგი ფანტასტიკურად, როგორც თვით წარმოშობა გვარისა, საზოგადოება როგორც სუბიექტი. წარმოვიდგენთ რა ერთი მეორის მომდევნო და ერთმანეთთან დაკავშირებული ინდივიდების მთელ მწყრივს, როგორც ერთადერთ ინდივიდს, რომელიც თავისი წარმოშობის საიდუმლოებას ახდენს. აქ მჟღავნდება, რომ თუმცა ინდივიდები როგორც ფიზიკურად, ისე სულიერადაც ერთი მეორეს ქმნიან, მაგრამ ისინი მაინც არ ქმნიან თავიანთ თავს არც წმინდა ბრუნოს უაზრობის შესაფერისად, არც ერთადერთის შექმნილი ადამიანის აზრით. დასასრულ ისტორიის იმ გაგებიდან, რომელიც ჩვენ განმავითარეთ, ვღებლობთ კიდევ შემდეგ დასკვნებს. თავიანთ განვითარებაში მწარმოებლური ძალები აღწევენ ისეთ საფეხურს, რომელზეც წარმოიქმნება მწარმოებლური ძალები ურთიერთობის საშუალებანი, რომელთაც არსებულ პირობებში მხოლოდ უბედურება მოაქვს და რომელნიც უკვე აღარ არიან მწარმოებლური ძალები, არამედ დამანგრეველ ძალებს წარმოადგენენ, მანქანები და ფული. ამასთან ერთად ჩნდება კლასი, რომელიც იძულებულია თავისი მხრებით ზიდოს საზოგადოების ყველა ტვირთი, ხოლო მისი კეთილდღეობით ვერ ისარგებლოს. კლასი, რომელიც საზოგადოებიდან განდენილი აუცილებლად ვარდება ყველაზე გადამწყვეტ წინააღმდეგობაში ყველა სხვა კლასთან. ეს კლასი შეადგენს საზოგადოების ყველა წევრთა უმრავლესობას და მისგან გამოდის ძირეული აუცილებლობის შეგნება, კომუნისტური შეგნება, რომელიც შეიძლება, რა თქმა უნდა, ამ კლასის მდგომარეობის გაგების მეოხებით სხვა კლასებს შორისაც წარმოიქმნას. პირობები, რომელთა არსებობისას გარკვეული მწარმოებლური ძალების გამოყენება შეიძლება, საზოგადოების გარკვეული კლასის ბატონობის პირობებია. კლასისა, რომლის სოციალური ძალაუფლება მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავის პრაქტიკულ იდეალისტურ გამოხატულებას ყოველთვის სათანადო სახელმწიფოებრივ ფორმაში პოულობს და ამიტომ ყოველი რევოლუციური ბრძოლა მიმართულია იმ კლასის წინააღმდეგ, რომელიც მანამდე ბატონობდა. ყველა წინანდელი რევოლუციის დროს მოქმედების ხასიათი მუდამ ხელუხლებელი რჩებოდა. მუდამ საქმე ეხებოდა ამ მოქმედების მხოლოდ სხვაგვარ განაწილებას, შრომის ახალ განაწილებას სხვა პირთა შორის, მაშინ როდესაც კომუნისტური რევოლუცია გამოდის მოქმედების აქამდე არსებული ხასიათის წინააღმდეგ, თავიდან იშორებს შრომას და სპობს ყოველგვარი კლასების ბატონობას თვით კლასებთან ერთად, იმიტომ რომ ამ რევოლუციას ახდენს ის კლასი, რომელიც საზოგადოებაში უკვე აღარ ითვლება კლასად. აღარ არის კლასად აღიარებული და რომელიც უკვე ახლანდელ საზოგადოებაში ყველა კლასის, ეროვნებისა და ასე შემდეგ დაშლის გამოხატულებას წარმოადგენს და ამ კომუნისტური შეგნების როგორც მასობრივი წარმოშობისათვის, ისე თვით მიზნის მიღწევისათვისაც აუცილებელია ადამიანთა მასობრივი შესვლაც, რაც შესაძლებელია მხოლოდ პრაქტიკულ მოძრაობაში, რევოლუციაში. მაშასადამე რევოლუცია აუცილებელია არა მარტო იმიტომ, რომ არავითარი სხვა გზით არ შეიძლება გაბატონებული კლასის დამხობა, არამედ იმიტომაც, რომ დამამხობელ კლასს მხოლოდ რევოლუციაში შეუძლია მთელი ძველი სისაძაგლე თავიდან მოიშოროს და საზოგადოების ახალი საფუძვლის შექმნის უნარის მქონე გახდეს. რეზიუმე ისტორიის მატერიალისტური გაგების შესახებ.
ამრიგად ისტორიის გაგება იმაში მდგომარეობს, რომ ამ მოვალთ რას სწორედ უშუალო ცხოვრების მატერიალური წარმოებიდან განვიხილოთ ნამდვილი წარმოების წესთან დაკავშირებული და მის მიერ წარმოშობილი ფორმა ურთიერთობისა, ესე იგი, სამოქალაქო საზოგადოება მის სხვადასხვა საფეხურზე, როგორც საფუძველი მთელი ისტორიისა. შემდეგ საჭიროა ავსახოთ სამოქალაქო საზოგადოების მოქმედება სახელმწიფოებრივი ცხოვრების სფეროში და აგრეთვე ავხსნათ მისგან ყველა განსხვავებული თეორიული წარმონაშობი და ფორმა ცნობიერებისა, რელიგია, ფილოსოფია, მორალი და ასე შემდეგ და გამოვიკვლიოთ ამ საფუძველზე მათი წარმოქმნის პროცესი, რის მეოხებითაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ავსახოთ მთლიანად აღებული პროცესი და ამიტომ აგრეთვე ურთიერთქმედებაც მის სხვადასხვა მხარეთა შორის. ისტორიის ეს გაგება იდეალისტური გაგებისაგან განსხვავებით არ ეძებს ყოველ ეპოქაში ამა თუ იმ კატეგორიას, არამედ ყოველთვის ნამდვილი ისტორიის ნიადაგზე რჩება. გვიხსნის არა პრაქტიკას იდეებიდან, არამედ იდეურ წარმონაქმნებს მატერიალური პრაქტიკიდან და ამის გამო აგრეთვე იმ დასკვნამდე მიდის, რომ ცნობიერების ყველა ფორმა და პროდუქტი შეიძლება მოისპოს არა სულიერი კრიტიკით, არა თვითცნობიერებაში მათი განზავებით ან და მოჩვენებებად, აჩრდილებად, უცნაურობებად და ასე შემდეგ მათი გადაქცევით, არამედ მხოლოდ იმ რეალურ საზოგადოებრივ ურთიერთობათა პრაქტიკული დამხობით, რომლებიდანაც მთელი ეს იდეალისტური სისულელე წარმოიშვა. რომელიც არა კრიტიკა, არამედ რევოლუცია არის მამოძრავებელი ძალა ისტორიისა, ასევე რელიგიისა, ფილოსოფიისა და სხვა თეორიისა. ეს კონცეფცია გვიჩვენებს, რომ ისტორია არ განზავდება თვითცნობიერებაში, როგორც სულისაგან, არამედ ისტორიის ყოველი საფეხურისათვის უკვე მოცემულია გარკვეული მატერიალური შედეგი, წარმოებლური ძალების გარკვეული ჯამი, ისტორიულად შექმნილი დამოკიდებულება ადამიანებისა ბუნებისადმი და ერთი მეორისადმი. მოცემულია ყოველი მომდევნო თაობის მიერ წინა თაობისაგან მზად მიღებული მასამ წარმოებლური ძალებისა, კაპიტალებისა და გარემოებებისა, რომელნიც, თუმცა ერთი მხრივ ახალი თაობის ხელში სახეს იცვლიან, მაგრამ მეორე მხრივ ამ თაობას უწესებენ მის საკუთარ საარსებო პირობებს და მას გარკვეულ განვითარებას, განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებენ. ეს კონცეფცია გვიჩვენებს მაშასადამე, რომ გარემოებანი იმდენადვე ქმნიან ადამიანებს, რამდენადაც ადამიანები ქმნიან გარემოებებს. წარმოებლური ძალების, კაპიტალებისა და ურთიერთობის სოციალური ფორმების ის ჟამი, რასაც ყოველი ინდივიდი და ყოველი თაობა პოულობს როგორც მოცემულ რაიმეს, რეალური საფუძველია იმისა, რაც ფილოსოფოსებს წარმოედგინათ სუბსტანციის სახით და ადამიანის არსების სახით, რასაც ისინი აღმერთებდნენ და რასაც ებრძოდნენ. რეალური საფუძველი, რომლის მოქმედებასა და გავლენას ადამიანთა განვითარებაზე სრულებით არ უშლის ხელს ის გარემოება, რომ ფილოსოფოსები ჯანყდებიან მის წინააღმდეგ როგორც თვითცნობიერება და ერთადერთნი. ცხოვრების პირობები, რომელთაც სხვადასხვა თაობანი მზად ნახულობენ, წყვეტენ აგრეთვე იმასაც, იქნებიან თუ არა რევოლუციური ძვრები ისტორიის მანძილზე, რომ პერიოდულად მეორდებიან, საკმაოდ ძლიერნი იმისათვის, რომ დაამხონ ყოველივე არსებული საფუძველი და თუ არ არსებობს საყოველთაო გადატრიალების ეს მატერიალური ელემენტები, სახელდობრ, ერთი მხრივ გარკვეული მწარმოებლური ძალები, მეორე მხრივ კი ფორმირება რევოლუციური მასისა, რომელიც ჯანყდება არა მარტო წინანდელი საზოგადოების ცალკეული პირობების წინააღმდეგ, არამედ თვით წინანდელი საზოგადოების ცხოვრების წარმოების წინააღმდეგაც, ერთობლივი მოქმედების წინააღმდეგაც, რაზედაც იგი დაფუძნებულია, თუ ეს მატერიალური ელემენტები არ არის, მაშინ როგორც ამას კომუნიზმის ისტორია ამტკიცებს, პრაქტიკული განვითარებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, რომ ამ გადატრიალების იდეა უკვე 1000-ჯერ იყო გამოთქმული. უსაფუძვლობა ისტორიის მთელი წინანდელი იდეალისტური გაგებისა, განსაკუთრებით გერმანული ჰეგელის შემდგომდროინდელი ფილოსოფიისა. ისტორიის მთელი წინანდელი გაგება ან სრულიად უგულებელყოფდა ისტორიის ამ ნამდვილ საფუძველს, ან და განიხილავდა მას მხოლოდ როგორც მეორეხარისხოვან ფაქტორს, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ კავშირს ისტორიულ პროცესთან. ასეთი მიდგომისას ისტორია მუდამ უნდა ეწერათ მის გარეშე მდებარე რაიმე მასშტაბის მიხედვით. ცხოვრების ნამდვილი წარმოება წარმოგვიდგებოდა რაღაც ისტორიამდელ რამედ, ისტორიული კი რაღაც ჩვეულებრივი ცხოვრებისაგან მოწყვეტილ რამედ, რაღაც სამყაროს გარეთ და სამყაროს ზევით მდგომ რამედ. ამით ისტორიიდან გამორიცხული ადამიანთა დამოკიდებულება ბუნებასა და ისტორიას შორის. ამიტომ ამ კონცეფციას შეეძლო ისტორიაში დაენახა მხოლოდ მკვირალა პოლიტიკური ქმედობანი და რელიგიური, საერთოდ თეორიული ბრძოლა და ყოველთვის ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის ასახვისას იგი იძულებული იყო ამ ეპოქის ილუზიები გაეზიარებინა. ასე მაგალითად, თუ რომელიმე ეპოქას წარმოუდგენია, რომ იგი განისაზღვრება წმინდა პოლიტიკური ან რელიგიური მოტივებით, თუმცა რელიგია და პოლიტიკა მისი ნამდვილი მოტივების მხოლოდ ფორმებია, მაშინ მისი ისტორიკოსი ითვისებს ამ შეხედულებას.
ამ გარკვეული ადამიანების წარმოსახვა, წარმოდგენა თავიანთი ნამდვილი პრაქტიკის შესახებ გადაიქცეოდა ერთადერთ განსაზღვრელ და აქტიურ ძალად, რომელიც ბატონობს ამ ადამიანთა პრაქტიკაზე და განსაზღვრავს მას. თუ ის პრიმიტიული ფორმა, რომელშიც ინდუსებთან და ეგვიპტელებთან შრომის დანაწილება არსებობს, კასტურ წყობილებას წარმოშობს ამ ხალხთა სახელმწიფოსა და რელიგიაში, მაშინ ისტორიკოსს გონია, თითქოს კასტური წყობილება არის სწორედ ის ძალა, რომელმაც ეს პრიმიტიული საზოგადოებრივი ფორმა წარმოშვა. მაშინ, როდესაც ფრანგები და ინგლისელები ებღაუჭებიან ყოველ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ილუზიას, რომელიც სინამდვილესთან მაინც ყველაზე ახლოსაა, გერმანელები ტრიალებენ წმინდა სულის სფეროში და ისტორიის მამოძრავებელ ძალად რელიგიურ ილუზიას აღიარებენ. ისტორიის ჰეგელისეული ფილოსოფია. ეს არის უკანასკნელი თავის უწმინდეს გამოხატულებამდე მისული ნაყოფი მთელი ამ გერმანული ისტორიოგრაფიისა, რომლის თვალსაზრისითაც მთელი საქმე მდგომარეობს არა ნამდვილ და არა თვით პოლიტიკურ ინტერესებშიც კი, არამედ წმინდა აზრებში. ისტორიის ეს ფილოსოფია შემდეგ აგრეთვე წმინდა ბრუნოს აუცილებლად წარმოუდგება მთელი რიგი აზრების სახით, სადაც ერთი მთქავს მეორეს და ბოლოს თვითცნობიერებაში ქრება. კიდევ უფრო თანმიმდევრულია წმინდა მაქს შტირნერი, რომელმაც სრულებით არაფერი არ იცის ნამდვილი ისტორიის შესახებ და რომელსაც ისტორიული პროცესი წარმოუდგება მარტოოდენ რაინდების, ყაჩაღებისა და აჩრდილთა ისტორიად. ისტორიად, რომლის მოჩვენებათაგან თავის დაღწევა მას, რა თქმა უნდა, მხოლოდ უღმერთობის საშუალებით შეუძლია. ეს კონცეფცია სინამდვილეში რელიგიურია. იგი გულისხმობს რელიგიურ ადამიანს როგორც პირველ ყოფილ ადამიანს, რომლიდანაც მომდინარეობს მთელი ისტორია. ცხოვრების საშუალებათა და თვით ცხოვრების ნამდვილი წარმოება კი მას თავის წარმოსახვაში შესვლილი აქვს ფანტაზიათა რელიგიური წარმოებით. ისტორიის მთელი ეს გაგება მის დაშლასთან და აქედან გამომდინარე ეჭვებთან და ყოყმანთან ერთად მარტოოდენ გერმანელების ეროვნული საქმეა და მას მხოლოდ ადგილობრივი ინტერესი აქვს გერმანიისათვის. ასეთია მაგალითად მნიშვნელოვანი უკანასკნელ დროს არაერთხელ განხილული საკითხი, როგორ შეიძლება კაცმა, რომ თქვას, ღვთის სამეფოდან ადამიანთა სამეფოში მოხვედრა. თითქოს ამ ღვთის სამეფოს ეარსებნოს ოდესმე სხვაგან სადმე გარდა ფანტაზიისა, ხოლო დიდ განსწავლულ კაცებს არ ეცხოვროთ მუდამ, თვითონაც არ იცოდნენ რა ამის შესახებ ადამიანთა სამეფოში, რომლისკენ მიმავალ გზას ისინი ახლა ეძებენ და თითქოს ამოცანა მეცნიერული გართობისა, ვინაიდან ეს მეტი არაფერია თუ არა გართობა, რომელსაც მიზნად აქვს ახსნას თეორიულ ზეციურ სამყაროთა ამ წარმოქმნის უცნაური ხასიათი, არ მდგომარეობდეს პირიქით სწორედ იმაში, რომ გვიჩვენოს მათი წარმოშობა ნამდვილი ამქვეყნიური ურთიერთობებიდან. საერთოდ ეს გერმანელები მუდამ იმას ცდილობენ, რომ ყოველი უკვე არსებული უაზრობა რაიმე სხვა სისულელემდე დაიყვანონ, ესე იგი, ვარაუდობენ, რომ მთელ ამ უაზრობას აქვს რაღაც განსაკუთრებული აზრი, რომელიც უნდა გაიხსნას, მაშინ, როდესაც მთელი საქმე იმაშია, რომ ეს თეორიული ფრაზები არსებულ ნამდვილ ურთიერთობათაგან აიხსნას. ამ ფრაზების ნამდვილი პრაქტიკული მოსპობა ადამიანთა ცნობიერებიდან ამ წარმოდგენათა აღმოფხვრა ხორციელდება, როგორც უკვე ითქვა, პირობების შეცვლით და არა თეორიული დედუქციებით. ადამიანთა ძირითადი მასისათვის, ესე იგი პროლეტარიატისათვის, ეს თეორიული წარმოდგენანი არ არსებობს და მაშასადამე ამ მასის მიმართ მათი მოსპობა არც არის საჭირო. ხოლო თუ ამ მასას ოდესმე ჰქონდა კიდეც რაღაც თეორიული წარმოდგენანი, მაგალითად რელიგია, ისინი უკვე დიდი ხანია მოსპობილნი არიან გარემოებებით. აღნიშნული საკითხებისა და მათი გადაწყვეტის წმინდა ეროვნული ხასიათი მჟღავნდება კიდეც იმაშიც, რომ ეს თეორეტიკოსები სრულიად სერიოზულად ფიქრობენ, თითქოს სხვადასხვა გამოგონებანი, როგორიცაა ღმერთკაცი, კაცი და ასე შემდეგ, ხელმძღვანელობდნენ ისტორიის ცალკეულ ეპოქებს. წმინდა ბრუნო იმის მტკიცებულებამდეც კი მიდის, რომ მხოლოდ კრიტიკა და კრიტიკოსები აკეთებდნენ ისტორიას. ხოლო როცა ეს თეორეტიკოსები თვითონ ჰკიდებენ ხელს ისტორიულ კონსტრუქციებს, ისინი უდიდესი სისწრაფით გადაახტებიან ხოლმე მთელ წარსულს და დაუყოვნებლივ გადადიან მონღოლობიდან ნამდვილად შინაარსიან ისტორიაზე, სახელდობრ ჰალიშე იარბუხერისა და დოიჩე იარბუხერის ისტორიაზე და ჰეგელისეული სკოლის საყოველთაო კინკლაობად გადაგვარების ისტორიაზე. ყველა დანარჩენი ერი და ყველა ნამდვილი მოვლენა დავიწყებას ეძლევა. თეატრომ მუნდი შემოიფარგლება ლაიფციგის წიგნის ბაზრობის საზღვრებით და კრიტიკის, ადამიანის და ერთადერთის ურთიერთკინკლაობით.
თუგი ჩვენი თეორეტიკოსები ოდესმე ხელს კიდებენ კიდეც ნამდვილად ისტორიულ თემებს, როგორც მაგალითად მე-18 საუკუნის ისტორიას, ისინი იძლევიან მხოლოდ წარმოდგენათა ისტორიას, მოწყვეტილს იმ ფაქტებისაგან და პრაქტიკული პროცესებისაგან, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ წარმოდგენებს და ამ ისტორიასაც მხოლოდ იმ მიზნით გადმოგცემენ, რომ განსახილველი ეპოქა ასახონ როგორც არასრულყოფილი, წინასწარი საფეხური როგორც ჯერ კიდევ შეზღუდული წინამორბედი ჭეშმარიტად ისტორიული ეპოქისა. ესე იგი 1840-54 წლების გერმანული ფილოსოფიური ბრძოლის ეპოქისა. მათ მიერ დასახულ მიზანს დაწერონ წარსულის ისტორია, რათა განსაკუთრებულად ნათელი შუქი მოჰფინონ რომელიმე არაისტორიული პიროვნებისა და მის ფანტაზიათა სახელს, შეესაბამება ისიც, რომ ისინი სრულიად არ იხსენიებენ ნამდვილად ისტორიულ მოვლენებს. არ იხსენიებენ ისტორიული ჩარევის შემთხვევებსაც კი, არამედ თვითნებურ კონსტრუქციებსა და ლიტერატურულ ჭორებზე დამყარებულ ამბებს, როგორც ეს წმინდა ბრუნომ გააკეთა მის ამჟამად უკვე დავიწყებულ მე-18 საუკუნის ისტორიაში. აზრებით, ეს მაღალფარდოვანი და მკვეხარა ვაჭრები, რომელთაც გონიათ, რომ ისინი ყოველგვარ ეროვნულ ცრურწმენებზე უსასრულოდ მაღლად განან, სინამდვილეში კიდევ უფრო შეზღუდულნი არიან ეროვნულად, ვიდრე ლუდხანათა ფილისტერები, გერმანიის ერთიანობაზე რომ ოცნებობენ. მათ არ მიაჩნიათ სხვა ხალხთა საქმეები ისტორიულ საქმეებად. ისინი ცხოვრობენ გერმანიაში, გერმანიით და გერმანიისათვის. სიმღერას რაინზე ისინი აქცევენ სასულიერო კანტატად და იპყრობენ ელზას და ლორენს. ქურდავენ რა არა ფრანგულ სახელმწიფოს, არამედ ფრანგულ ფილოსოფიას. აგერმანულებენ არა ფრანგულ პროვინციებს, არამედ ფრანგულ აზრებს. ბატონი ვენედეი კოსმოპოლიტია შედარებით წმინდა ბრნოსთან და წმინდა მაქსთან, რომელნის თეორიის მსოფლიო ბატონობის ალმით გერმანიის მსოფლიო ბატონობას გვამცნობენ. დამატებითი კრიტიკა ფოიერბახისა, ისტორიის მისი იდეალისტური გაგებისა. მთელი ამ ანალიზიდან ჩანს აგრეთვე თუ რამდენად ცდება ფოიერბახი, როცა იგი საზოგადოებრივი ადამიანის განსაზღვრის საშუალებით თავის თავს კომუნისტად აცხადებს და ამ განსაზღვრას ადამიანის პრედიკატად აქცევს და მიაჩნია, მაშასადამე რომ შესაძლებელია კვლავ გადაიქცეს შიშველ კატეგორიად სიტყვა კომუნისტი, რომელიც არსებულ სამყაროში გარკვეული რევოლუციური პარტიის მიმდევარს აღნიშნავს. ფოიერბახის მთელი დედუქცია ადამიანთა ერთი მეორისადმი დამოკიდებულების საკითხში მხოლოდ იქითკენაა მიმართული, რათა დაამტკიცოს, რომ ადამიანები საჭიროებენ და ყოველთვის საჭიროებდნენ ერთი მეორეს. მას სურს განამტკიცოს ამ ფაქტის შეცნობა. სურს მაშასადამე, როგორც სხვა თეორეტიკოსებსაც, მიაღწიოს რაღაც არსებული ფაქტის მხოლოდ სწორ შეცნობას. მაშინ, როდესაც ნამდვილი კომუნისტის ამოცანა ისაა, რომ ეს არსებული დაამხოს. ჩვენ სხვათა შორის სავსებით ვაღიარებთ, რომ ფოიერბახი სწორედ ამ ფაქტის შეცნობის მიღწევას რომ ესწრაფვის, იმდენად შორს მიდის, რამდენადაც საერთოდ თეორეტიკოს შეუძლია წავიდეს. არ შეწყვეტს რა თეორეტიკოსად და ფილოსოფოსად ყოფნას. მაგრამ დამახასიათებელია ის, რომ წმინდანები ბრუნო და მაქსი ნამდვილი კომუნისტის ადგილას მყისვე აყენებენ ფოიერბახისეულ წარმოდგენას კომუნისტზე, რაც ნაწილობრივ უკვე იმისთვის კეთდება, რომ მათ შეძლონ შეებრძოლონ კომუნიზმსაც, როგორც სულს სულისაგან, როგორც ფილოსოფიურ კატეგორიას, როგორც თანაბარ მოწინააღმდეგეს. წმინდა ბრუნოსთან კი ეს კეთდება აგრეთვე პრაგმატული ინტერესების გამოც. მაგალითის სახით, რომელიც არსებულის აღიარებისა და იმავე დროს მისი გაუგებრობის ილუსტრაციას იძლევა, ამ აღიარებას და ამ გაუგებრობას კი ფოიერბახი ჯერ კიდევ იზიარებს ჩვენს მოწინააღმდეგეებთან ერთად. გავიხსენოთ ის ადგილი მომავლის ფილოსოფიიდან, სადაც იგი ამტკიცებს, რომ რომელიმე ნივთის ან რომელიმე ადამიანის ყოფიერება ამასთანავე მისი არსებაც არის, რომ რომელიმე ცხოველური ინდივიდის არსებას, კმაყოფილების გზნობას გვრის ყოველი გამონაკლისი გარკვევით განიხილება აქ როგორც უბედური შემთხვევა, როგორც არანორმალურობა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. თუ მაშასადამე მილიონობით პროლეტარები სრულიადაც არ არიან დაკმაყოფილებულნი თავიანთი ცხოვრების პირობებით, თუ მათი ყოფიერება ოდნავადაც კი არ შეესაბამება მათს არსებას, მაშინ ხსენებული ადგილის თანახმად ეს გარდუვალი უბედურებაა, რომელიც მშვიდად უნდა იქნეს გადატანილიო. მაგრამ პროლეტარების ან კომუნისტების ეს მილიონები სულ სხვანაირად ფიქრობენ და თავის დროზე დაამტკიცებენ ამას, როცა ისინი პრაქტიკულად რევოლუციის გზით თავიანთ ყოფიერებას შესაბამისობაში მოიყვანენ თავიანთ არსებასთან. მსგავს შემთხვევებში ფოიერბახი ამიტომ არასოდეს არ ლაპარაკობს ადამიანის სამყაროზე, არამედ ყოველთვის თავს შველის გარე ბუნების სფეროში გაქცევით, თანაც ისეთი ბუნებისა, რომელიც ჯერ კიდევ არ დაქვემდებარებია ადამიანთა ბატონობას.
მაგრამ ყოველ ახალ გამოგონებასთან, მრეწველობის ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯთან ერთად ამ დარგს სცილდება ახალი ნაჭერი და ის ნიადაგი, რომელზეც აღმოცენდება ხოლმე მაგალითები მსგავსი ფოიერბახისეული დებულებებისათვის, ამრიგად სულ უფრო მცირდება. დავკმაყოფილდებით ერთი დებულებით. თევზის არსება არის მისი ყოფიერება, წყალი. მდინარის თევზის არსება არის მდინარის წყალი, მაგრამ ეს წყალი შეწყვეტს თევზის არსებად ყოფნას. იგი უკვე შეუფერებელი გარემო ხდება თევზის არსებობისათვის, როგორც კი ეს მდინარე მრეწველობას დაუქვემდებარდება, როგორც კი იგი გაჭუჭყიანდება საღებავი ნივთიერებებით და სხვა ნარჩენებით, როგორც კი მის დაკვალვას დაიწყებენ გემები, როგორც კი მისი წყალი გადაგდებული იქნება არხებში, სადაც თევზს შეიძლება წაერთვას მისი არსებობისათვის საჭირო გარემო, რა კი უბრალოდ წყლის მიწოდება შეწყდება. მსგავსი სახის ყველა წინააღმდეგობის გამოცხადება გარდაუვალ არანორმალურობად არსებითად არ განსხვავდება იმ ნუგეშისაგან, რასაც წმინდა მაქს შტირნერი უკმაყოფილო ადამიანებს აძლევს, როცა ეუბნება, რომ ეს წინააღმდეგობა მათი საკუთარი წინააღმდეგობაა. ეს ცუდი მდგომარეობა მათი საკუთარი ცუდი მდგომარეობაა. ამასთან მათ შეუძლიათ ან ამით დამშვიდნენ, ან საკუთარი უკმაყოფილება თავისთვის დაიტოვონ, ან და ფანტასტიკურად აჯანყდნენ ამ მდგომარეობის წინააღმდეგ. ასევე ცოტათი განსხვავდება ფოიერბახის ეს კონცეფცია წმინდა ბრუნოს საყვედურისაგან. ეს ბედშავი გარემოებანი იქიდან მომდინარეობენო, რომ ისინი, ვისაც უბედურება თავს დაატყდა, სუბსტანციის ნეხვში ჩარჩნენ, ვერ მივიდნენ აბსოლუტურ თვითცნობიერებამდე და ვერ შეიცნეს ეს ცუდი ურთიერთობანი, როგორც სული თავისი სულისაგან.